მოგესალმებით მანიდან დიდი ხანია თქვენთან არ მოსულ ვარ და ისეთი რთული პერიოდი გქონდა მთელს ოჯახს რომ აი კოშმარი ეხლა ლიზას სარესხს რეცხავ ჯერჯერობით მე ბოლოს გავავლებ როგორ ახართ თქვენ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ვინც იმ ერთეულებს ვერ ვიტყვი რომ ბევრი ხართ ეგეთები მაგრამ იმ ერთეულებს დიდი მადლობა ვინც პირადში მომწერეთ და ვიდეოს კომენტარებში მომწერეთ რომ სად ხარ როგორ ხარ სად დაიკარგე და ასე შემდეგ ესეთი ხართ ძალიან ცოტანი ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ თითოეულს ამისთვის ალბათ 5 ადამიანი იქნებოდა ეგეთი თითოეულს გიმახსოვრებ რა მოხდა სად ვიყავი როგორ ვიყავი ეს ჩამოვკიდე როგორც იქნა ეს საშრობი ელექტროსაშრობი ეს პლასმასია შიგნით და საკმაოდ ანუ არაფერი არ დნება და არაფერი არ მოსდის ხო და რომ დაიწურება სარეცხი და წყალი აღარ გაუვა მე შევკიდებ ამაში და მალე გაშრება ბევრი მაგას სარეცხი ესე იგი დღეს უნდა წავიდეთ მაგდასთან მე და ლილე და უკან აქ ამ ტელეფონს სამაგრი და იმაზე ვდებ უნდა წავიდეთ მაგდასთან დღეს მაგრამ მანამდე მაქვს საქმეები რაც ჩანო მარტო თავი მიჩანს ქალო იმდენი ხანი შტატივი არ გამომიყენებია რომ აზრზე არა ვარ სად არის ისევ პიჟამოში ვარ ზემოდან უბრალოდ ჟაკეტი მაქვს მოსხმული ცივა მე რომ ცივა წარმოიდგინეთ არა და გათბობაზე აწეული მაქვს მაგრამ ესე იგი ორმა მიზეზმა გამოიწვია ჩემი ამდენი ხნით გაქრობა ორი მიზეზის გამო დავიკარგე ორი მიზეზის გამო ესენი არის პირველი მქონდა ჩაწერილი ვიდეო მაშინდელი ჩავიწერე მაინც რომ მეთქი როცა დავდებ ვლოგს მაშინ ჩავსვავ მეთქი მაგრამ ინდონეზიაზე საშინლად გამოვიყურები და ისეთ სულად ვარ რომ წავშალე რა ეგენი რა ძალიან სულად გამოვიყურებოდი აი საშინლად სულად მოკლედ შევხვდა ვირუსი ჯერ შეხვდა ლილეს და 2 დღე ქონდა 39 სიცხე 2 დღე და გაუარა რა მე სხვა სიმპტომი არაფერი სიცხე ქონდა უბრალოდ და всё არანაირი სიმპტომი ერთადერთი თავის ტკივილი ქონდა სკოლაში მასწავლებლისთვის უთქვია რომ ესაო რა ქვია დედიკოსთან დარეკეთო თავი მტკივაო რაღაც ცუდად ვარო და ჩემი გამომიშრა ხო და ნუ უკვე გამოყვანის პერიოდი იყო მასწავლებელმა და აღარ დაგირეკეთო რა და რომ მოიყვანა სოსომ მოიყვანა მაგ დღეს მე მგონი ხო თავი ტკიოდა და გავუზომე სიცხე და 39-მდე ქონდა სიცხე ამას გიყვებით ნოემბრის ამბავს ნოემბერში დაგვემართა 39-მდე ქონდა სიცხე 2 დღე ქონდა და მე დამეწყო მე ამასობაში ეს ჩვენი დედოფალი აგერ არის მე დამეწყო მე ეს სიცხე მაგრამ აი დამეწყო უყოთ რა დამეწყო ვერ გეტყვით ლილე შუქიანთე რა დედიკო არა მე ვარ დოქტორ ლილე არა ვარ ექიმ შუქიანთეთ ერთი განახოთ ეს როგორ მიყურებს ამ მომენტში ლიზა დე იაუ აღარ მიყურს იაუ დიდა დამეწყო მაგრამ რა დამეწყო ხარ ხო 39 და 7 ამივიდა იმ საღამოს ჯერ დამეწყო ბეჭების ტკივილით ბეჭები მტკიო და ვერ გეტყვით რა დონეზე და 39-ზე და 7-ზე ამივიდა სიცხე ნუ ის საღამოს რამე სახში ვიყავი და გავუძელი და ეხა რაღაცა სხვა რა გზა გაქვს ხო ბავშვი კი არა ბოდავდი უკვე ბოდვაში გადამდიოდა რატომ იყურებ ეგრე ვუჯერ რაღაცას უყვები აი დავაცალე ხო და რო გათენდა მეორე დღე ნუ ის საღამო ღამე არაფერი არ მახსოვს ეს ერთ სოსომის კომპოსტოს ფოთლები დამადო და ზბრიანი ნასკები ჩამაცვა და ცივი ტილოები და ნუ რა ვიცი რა თან ციო და ორ ციცის ხომე სიცხის დროს
ხო და ის ღამე მოკეთ სოსო მოუარა ლიზასაც და ლილესაც. მე როცად გავხდი უკვე ლილე მაგდროს კარგად იყო. მთელი ღამე სოსო იყო ლიზასთან და მე გათიშული ვიყავი რა, რასაც ქვია. მეორე დღე გათენდა და არაფერი შესულია. არც წამალი მიგდებდა სიცხეს, არაფერი დედამიწის ზურგზე არ დამიგდო სიცხე არაფერმა. და მეორე დღის საღამოს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე, იმიტომ რომ ანუ ვერ მოვდიოდი გონზე და წავედი ტაქსით კლინიკაში, მეთქი გადასხმას გავიკეთებ რაღაცა და იქნება ცოტა მოვიდე გონზე, იმიტომ რომ სოსოს გაცდენა ეხლა. ცუდად რო ხდებით არამე პრობლემა იქნება. პირველი ჩვენი თაფიქრალი არის, რომ სოსომ არ გააცდინოს სამსახური. ძალიან რაღაც წავედი, როგორ წავედი ხო ნახევარი გზა არ მახსოვს, იმიტომ რომ ლამის 40 სიცხით მივედი ტაქსით კლინიკაში. გამსინჯეს რაღაცა გადასხმები დამიყენეს, წამლები დამალევნეს, რამოდენიმე საათი იქ დავყავი. 27-ზე და 8-ზე ჩამომიყვანეს სიცხე დაახლოებით 4 საათში. და ნუ რაღაცა წამოვედი რა. დილი 12-ისკენ მივედი და საღამოს 5-ისკენ 6-ისკენ წამოვედი სახლში. ხო დედა? მოვედი სახლში და განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ აღარ მქონდა სიცხე რა, 37-ზე და რაღაც ხაზებზე მქონდა და სიცხე აღარ მქონდა, თორე დანარჩენი სიმპტომები ისევ ცუდად ვიყავი, უენერგიობა მქონდა, ამისი პირველი იყო სიცხე და მეორე იყო უენერგიობა, ანუ სახსრები ყველაფერი მტკიოდა და ვერ ნაბიჯებს ვერ ვადგავდი, ვერ დავდიოდი. და როგორც კი მოვედი, ეგრევე დავწეხი ძილად ვიქეცი 3 დღე, ვიქეცი ძილად, რასაც ქვია. და 3 დღის მერე ცოტა ნაბიჯ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. თლიანობაში სადღაც 10 დღემდე მქონდა ვირუსი. 10 დღემდე უგრძნობდი თავს ცუდად. ამასობაში სოსოსაც დაიწყო, მე ჩემს ძალიან რიგითობით სოსოსაც დაიწყო. სოსოს სიცხე 38-ზე მაღლა არასვლია და ჩემსავით ცუდად, ყველაზე ცუდად. ეთყობა ექიმაც მითხრა, რომ ახალი ნაკეისრალი რო ხარ, შენი იმუნიტეტი ჯერ კიდევ ძალიან ისე დაბალია და ვერ გაუძლო და ვერ შეხვდა ორგანიზმი ისე, როგორც შეხვდა მაგალითად სოსო, როგორც შეხვდა ლიზა და ლილე. ლიზასაც ჰქონდა 38-ის სიცხე, მაგრამ მადა ჰქონდა შესანიშნავი და ნორმალური ხასიათიც ჰქონდა და ძილითაც ესე რო ეძინა, ეგრე არ ძინებია ჯერ. სიცხით რო ეძინა. ბავშვი ესე იგი შოქში ჩავარდით. ხო, და 2 დღე ჰქონდა ლიზას 38 და წამალი ოდნავ ჩამოუწევდა, მაგრამ არაფერს არ შველოდა. თავისი სანამ არ მოჭამა მოგრეთ იმ ვირუსმა, არაფერმა არ უშველა. ექიმთან არ წამიყვანია ხა მაგის გამო, მაგრამ ნუ ჩამოუვარდა 2 დღის მერე, მესამე დღეს აღარ ჰქონდა სიცხეები. მესამე დღიდან. ეს არის ერთი მიზეზი მთავარი, რის გამოც მე თქვენამდე ვერ მოვედი და მეორე ის, რომ მე თქვენ გითხარით, რომ სახურული ვლოგები ხშირ შემთხვევაში არ იქნება. მარტო მაშინ იქნება ვლოგი, როცა სადმე წავალთ, როცა რაღაც, ანუ სახლიდან ვლოგები ძალიან იშვიათად. ეხლა ამ თვეში იქნება, იმიტომ რომ ნაძვის ხეუნადად როცა დავდგავთ, გადავიღებთ, წინა სახალხო მომზადებასაც გადავიღებთ. ნუ ამ თვეში რაღაცები, მაგრამ ზოგადად სახლური ვიდეოები ჩემს არხზე ძალიან იშვიათად იქნება ხოლმე. ყველაფერი ისევ დაუბრუნდება თავის კალაპოტს, ხო? რა თქმა უნდა, ჩემი არხი იქნება და არის და იქნება მუდამ, სანამ ცოცხალი ვარ. ასე რომ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად მოღვაწეობას, ისე ხშირად არა, როგორც ზოგიერთი სიტყვაზე ვლოგერები, მაგრამ აუცილებლად დაიდება ხოლმე ვლოგები, როცა რაიმე საინტერესოს თქმა და ჩვენება შემეძლება. დღესაც ახლა მაგდასთან მივდივართ მე და ლილე, ლიზას იტოვებს სოსო, ეხლა წასულია და ეს მანქანის ფარზე იყო წასული და მოდის უკვე გზაშია და ჩვენ საქმეები უნდა მოვასწროთ, სანამ მამა მოვა, ხო დედა? ძალიან ცივა, აი ყინვებია -7, -5, -6 აქვს ჩვენთან. ძალიან მეზარება ამ სიცივეში, ეხლა გარეთ გასვლა, სიმართლე გითხრათ და გაჩერებაზე დგომა, მაგრამ ნუ ეხლა მაგას რო ვუყურო, მაშინ მთელი ზამთარი სახლში უნდა ჩავიკეტო. ასე რომ არ მინდა დავიღალე, ძალიან ეს ბუნებრივია, ეხლა როცა თოთო ყავს სახლში, ბუნებრივია რომ სახლში იკეტები. მით უმეტეს დამხმარე როცა არ აკავს. ხო და ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო და ამიტომ წავალთ დღეს რამოდენიმე ხნით და ლილეც გაერთობა ანდრიასთან და მეც ვიჭორავებ მაგდასთან.
სხვა ისეთი ახალი შემოკარგებო არაფერი არ ხდება ჩემთან. მე მგონი თუ არაფერი არ გამომრჩა, არ ვიცი. თუ არაფერი არ გამომრჩა, სხვა მე მგონი ისეთი არაფერი არ ხდება. გეგმები შეგვეცვალა, გენაცვალა, ეხლა მომწერა მაგდამ რომ სასტრაფო წასასვლელი გახდა სხვაგან. ხო და დღეს არის შაბათი და იქნება ხვალო და სოსოსია დამოკიდებული ხვალ საღამოს თუ შეძლებს რომ ლიზა დაიტოვოს, იმიტომ რომ ჩემი გასვლის მუღამის მაგაშია რომ ეს ვინმე დაიტოვოს და მე ცოტა განვიტვირ თუ ასე რომ თუ სოსო ხვალ დაიტოვა, წავალთ ხვალ. დღეს მაინც გავალთ გარეთ მე და ლილე, იმიტომ რომ დავუპირდი რომ გარეთ გავიდოდით და გავივლით მაღაზიებში ალბათ. და ანდრიასთან თუ სოსო ხვალ საღამოს მოახერხა, ხვალ წავალთ. ასე რომ პატარა ცოტა გეგმა შეგვეცვალა. ცოტა გეგმები შეგვეცვალა. ხო? მები სად არის? გადავპარსე. გადავპარსეთ დაახლოებით 2 კვირის უკან. ალბათ და ეხლა უკვე წამოსული აქ, მაგრამ საერთოდ არ გვიდეთ მები, იმიტომ რომ პირში ქონდა ის რაც ცვიოდა და ძალიან გრძელი თმა ქონდა და რომ ვიყვანდი ლოგინიდან, სულ პირში ქონდა ეს თმები და ვამჯობინე რომ გადამეპარსა და გადავპარსე კიდეც. 4 თვის უხდებით 14 დეკემბერს. უკვე დიდი გოგოები ვართ. დღეს არის კვირა და დღეს მივდივარ მაგდასთან. არავისთან ერთად, არც ლიზა არის აქ, არც ლილე და არც სოსო. მე მარტო გამოვედი სახლიდან. თქვენ გჯერათ? მე არ მჯერა. ეხლა მივდივარ მაღაზიაში რომ ანდრიას რამე ვუყიდო, გემრიელობები და მე ავტობუსის გაშირებასთან მივალთ და დაველოდებით ავტობუსს. ცივა საღამოს 5 საათია სადღაც. მოყოფილი ვარ ძალიან. ლილესაც წამოვიყვანდი რეალურად, იმიტომ კი არ დავტოვე რომ მარტო გამოვსულიყავ უბრალოდ რაღაცა ახველებს და პასუხის მგებლობას გქონს რომ ხო ხდებით ახლა სტუმრად რომ მიდიხარ არანაირი არაფერი არ ჭირს საერთოდ უბრალოდ ახველებს, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა და დავტოვე სახლში. ასე რომ გამიმართლა რომ მარტო გამოვიდი სახლიდან ცივა, მაგრამ არაფერზე არ წუწუნებთ. ან ბევრის გადაღებაც არ მინდა, იმიტომ რომ მენანება დრო რა. სიმართლე რო გითხრათ, მინდა რომ საკუთარ თავთან გავატარო ეს დრო. შემოვედი ტარგეტში. ხო და სანამ ტკბილეულობასთან მივალ, გადავხედე ქუდებს რა, ქუდი მჭირდება აუცილებლად. ყველა მიზეს გარეშე და ესეთი ყურებიც არის რა, ვფიქრობდი, მაგრამ ხო დღეს ნამდვილად არ ვიყიდე. მაგას, მაგრამ უბრალოდ ვათვალიერებ. სხვათა შორის ხანდახან ტარგეტში ძალიან კარგი რაღაცები აქვთ ხოლმე. წავიდეთ, ახლა გადავხედოთ იქეთ. რა გემრიელობა წავუღოთ ანდრუსის. ჩემი გამხევარია. არა უშავს. ჩვენ რა დრო არა გვაქვს თუ რა გვაქვს დრო. წავიდეთ. მგონი ცუდი არ იქნება. ნახეთ. ზონი.
ეს სათამაშო, ეს მაგდას გაუხარდება ძალიან. მეგდას ყოლე. სანთელია, რომელსაც ალბათ არც ანთებს, მაგრამ მეთქვი რომ ანთოს. და არ დაენანოს. და კიდე რამე გემრიელობა და წავიდეთ. ოღონდ რა. ნახეთ რა მხრივ ისინია შეგნის. ვე, ჟელიბონები. რაღაცა ისეთი მინდა რა. ეს MMDS-ის სნიკერსი და რაღაცები ყეთშია გამოსული ყველას უკვე. ცოტა რამე ისეთი. უცოდე ლოლიპოპების ლოლიპოპების შეკრა შეიძლება. ეს შეგრით რამდენია? აი სტუმრად რომ მივდივარ, აი ეს მკლავს, აი ეს არჩევა. რა წავიდეთ. აი მეთქე. დავდეთ ხაროზე ჩემი ეს არ მოყვა. აი სალაროსთან ნახოთ კიდე ამ ლოლიპოპებს წავუყებ და სალაროსთან ნახოთ კიდე თუ იქნება რამე საინტერესო. წავედით. ეს შეიძლება კიდე მიცოდა და ნახოთ თქვენში. არის დონატი, რომელიც არის შოკოლადო არის. ძალიან გემრიელია. მაგრამ ამ დროშის როგორ აგებია? კიდევ ნახოთ სალაროსთან რა გიახონა, კაი. ის მინდა მე დიდი ფუნდერი რა, დიდი. არ ვიცი სალაროსთან თუ იქნება. შევხედავ, აქ მუსიკა არის მის და ძალიან კაია. What the damn? ძალიან დიდი რიგია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. და ჩავდგეთ ამ რიგში. ახლა დასაყრელი ჭიქები აქედან ერთ-ერთი მაქვს, თუ დევს ოღონდ ახლა არ ვიცი, მოიცა. მეც და მაგდაც გიждდებით ესეთ ჭიქებზე, თემატურ ჭიქებზე.
grab the order and the gun. Have a nice evening. Super. Something. It's around. Lile ახველებს. ახველებს. ხო. Did Lila have a high? გამოვედი ამ წამს მაგდასგან. კარგი იყო. გამიტვირთე მართლა. ძალიან ბევრი ბიჭორავეთ, ვაიმე რა კაკათავით მორთული სახლები ხალხო. გარეთ რო გამოდიხარ უკვე არის შეგრძნება, რომ მოდის ახალი წელი. ძალიან კაია. მაგდას როგორც ჩვევია. ეს არის მისი ტრადიცია. არ შეუძლია სხვანაირად. თუ არ გამოგატანა რამე. წავედი. ბადადიბადაია. ანუ თითოეული წამი მენანება მაგ დროს, როცა აი ესეთი მომენტი მივარდება, რომ არის ხოლმე ღამეები, როცა ბავშვს ძინავს, მაგრამ მე ვერ ვიცინებ. ნუ გამეზიარებინა, რომ აი რა ცუდია, როცა ბავშვს ძინავს და შენ ვერ იცინებ და ეს 3 საათია, ესე ტყუილა გავიდა. ეხლაც აქ დროს კარგა, მაგრამ ვიდეოს ვიღებ რა არ მეცინება და იმედია, რომ ეხლა მაინც დავიცინებ. ლილეს სკოლაში არ ვუშვებ. იმიტომ რომ როგორც გითხარით მაგდას არატომაც ვერ წავიყვანი ახველებ და მოვედი უფრო ახველებ და რომ დავბრუნდი სახლში აი სპაზმური ხველა რასაც ქვია თავი მტკივა პლუს ანუ გაცების სიმპტომები ისევ ხო და არ ვუშვებ ხვალ ვერ ვიქნები ბუროტი და ვერ დავაინფიცირებ სხვა ბავშვებსაც ჩემი შვილის გამო ასე რომ დავაკვირდები ხვალ ისევ დღეს წამლები მივეცევად ხვალ დავაკვირდები იმედია ზეგ მაინც გავუშვებ იმიტომ რომ ჯერ შედაც რას დადი შუა დღემდე ორამდეა სკოლაში ფაქტიურად და მე კიდე ისეთი კარგი პერიოდი აქვს ახლა ახალი წლის რაღაც იქ პიჟამოების ფართი აქვს იქ სასაცილო სვიტერების დღე ეგეთ უნდა ჩაიცვან რამე საშობაო სვიტერი იქ წინდების დღეებს რაღაც სასაცილო წინდები უნდა ჩანო რაღაცაები რა ძალიან კარგი პერიოდი უწევს და თან 23-მდე აქვს ისედაც სკოლა 23 დეკემბრის მერე აქვს არდედეგები და ძალიან წყინს რომ ესე დაემთხვა და იმედი მაქვს რომ მალე გავუვლის და რაღაცებს მაინც მოასწრებს რა სკოლაში რომ ისიამოვნოს ბავშვებთან თავის კლასელებთან ერთად წავედი ბავშვებო დილიშვით ასე მეყენია მაღვიძარა სოსოსაც და მეც იმიტომ რომ სოსო ადრე უნდა გავიდეს ხვალ ძალიან საქმეები აქვს და ხო რომ შენს დააყენეო რომ უჭირს დილითად გქო შენს დააყენეო რომ უფრო გამეღვიძოსო ასე რომ წავედი და შემოგიერთდებით ხვალ უკვე დღეს როცა გავიღვიძებ ჯერ დავიცინო და გაგვიძებას მიჭირვის დროებით კატკატა ბიბგებო კატკატა ბიბგებო თოლის პანტელებო თეთრად რომ დაფარეთ გზები მეორე გუდა თოლის გუნდა მითამაშოს ვისაც უნდა ლა 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 ძვიმა
წვიმად გადავიქეცი. შენ გინდა ცხახვი და ბროკოლი? კი. კაი. წვიმად გადავიქეცი. ვერ მიცანი კარგო, კაპ, 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 კაპ. წვიმად გადავიქეცი. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. გუდა გუდა, თოვლის გუნდა. მითამაშოს ვისაც უნდა. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. წვიმად გადავიქეცი. წვიმად გადავიქეცი. კოპ 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 კოპ. ციდან გამოვიქეცი. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. ლა 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 ლა. ხოდა ეს არის ვალაგებ ლიზას ხუვი ძავს ფოტოშურის. არ ძინავს ხმად გესმით ალბათ. აქ მაქვს ლიზეს ეს სურათი. ლილესი. ხმად გესმით. ვალაგებ, იმიტომ რომ სულ ვიძახი რომ დაალაგე დროა. ლილე ეს არის კოისი ორგანიზერები ლიზას უჯრების. აჰა ეს კარტინი ერთი და აცხარულოს ერთი ხელში და ითამაშოს მაგ პატარა უჯრები არის რომელიც ხამ ეტაპზე მე არ მჭირდება. გვაქვს კიდევ ერთი თევზის ფორმის ფოტი ამას. ინგალატორი ხო, იმ გამახს. ინგალატორი, ეს უბრალოდ აძლევენ აქ ყველა ბავშვს ამას. რომ მოგცემენ 5 წელი აღარ მოგცემენ, მე 5 წელი უნდა 5 წელი უნდა იკმარო და ეს არის მეორე, იმიტომ რომ ერთი ჩვენ მეზობემა გვაჩუქა ყოფილ საცხოვრებელში, საერთო შევცხოვრობდი, ერთი ეს გვაჩუქა თევზის და ეს პირადად ლილეს მიცეს კალათბურთის ფორმის. ინგალატორი სხვა არ იყო, თორე სხვა სავარჩევდით. აქ გვაქვს სურათები. ეს არის შაშან წინ გადაღებული. ერთი წამიდე ვალაგებ, აქ ჭირდება შენ ეს სურათი არაფერში. ესე რაღაცა სამართლის საბუთები მაქვს აქ. ეს არის ერთ-ერთი თუ პირველი ჩანთა. და მაქვს შენახული. კარგად გამოვიყენე, დიდხანს მქონდა აი ეტყობა ნახეთ აქ. გაცრეცილებიც აქვს. კარგად დიდხანს მქონდა და რავი რაღაცა ვინახავ არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ მე ამას აღარ გამოვიყენებ, მაგრამ არა, იმიტომ რომ აღარ ვარგე, შეიძლება რომ კიდე ატარო, მაგრამ მე აღარ მომწონს, აღარ მინდა. ვატარე უკვე საკმარისად. ვეფხის ტყავსანი ჩემმა მდგომა მაჩუქა თავის დროზე, ესეთია. მე ეს განახეთ კიდევაც. ადრე თუ ავწდებ. აი ესეთია. ესეთი. ძალიან ძვირფასი. ძალიან ძვირფასი წიგნი. ესენი ლიზას ფოტასები, რომელიც გვაჩუქეს. ესეთი. ეს ალბათ წლიდან რა, მაგრამ წლის რო ეს გახდება ამის სეზონი რა, თუ მოასწროს ჩაცმა ჩავაცმებ. თუ ვერ მოასწრო და მეც გავაჩუქებ მე. ესე ყუთში მაქვს შენახული სრულიად უცხობობა მაჩუქა. ასე მეტი აქ ხო არაფერი მაქვს შესანახი. დადი სითხეები. აი რამდენია. ხო. აი შენ ვინახავ, ესეც უფასოდ გაძლევენ აქ.
დაციმ გოგონა მაჩუკა იქაც გადაუვარდა ეს ფოტოსები საყვარელი ეს ჩემი ჩანთა რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მკეთებია ძალიან მომწონს და ამას ისევ გამოვიყენებ როცა ამის ხასიათი მექნება ესე მე არ გამიკეთებია unboxing-ი iPad-ის რომელიც სოსომ განვადებით მიყიდა კაი ხნის წინ ერთი თვის წინ ალბათ თუ ვწდები ერთი თვე ხო ერთი თვის წინ ლურჯი ფერის არ გამიკეთებია unboxing-ი რავი არ მინდოდა და არ გავაკეთე და თავისივე კლავიატურა და ესეც Apple-ის თუმცა კარგი იქნებოდა რომ გამეკეთებინა მაგრამ იმ მომენტში არ მქონდა მაგის განწყობა რა იყო დე რა მოხდა დედო ეხლა მაგაში ვუყურებ vlogs-თან ბრაუდე აი ესე შეძლებს და გვარად შევალაგე შევაწყე ყველაფერი ესე გამოვწმინდი რაც თავარია და აქ კატასტროფა ხდება გამარჯობა ესეც უნდა მივალაგოთ გამარჯობა აქ vlogs ვუყურებ და აქეთ ეს გიზდება აქ არის გარდირობში კიდე ესეთი ისა ლიზას ასაცმელი როგორც მომიტანეს ისე კიდია და იმედია ამ გაზაფხულს გამოიყენებს და შემოდგომასაც იმიტომ რომ ეს არის 18 თვეზე ეს არის გეტრები ძალიან საყვარელი იჩითი და ჟაკეტი ეს ჟილეტიც პრიმარკში ვიყიდე დუტის რომელიც რა ვიცი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ეხა კამერაში არ ჭამს მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია უკვე თუმცა თვათ გადასაგდებად ჯერ ვერ ვიმედებ მაგრამ სინამდვილეში გადასაგდები არის უკვე ეხლა რაც ვიყიდე კი იცით და ძალიან კარგად ვიყენებ შეგეთ ჯინსის არა სტრეიჯი ჯინსის საროჭკა არის და აქეთაც მაქვს საროჭკები და ესენი მინდა რომ ერთად დავდებდო ხო დედა აქაც იგივე სტრეიჯის ჯინსის ოღონდ იასამნის ფერი ძალიან მიყვარს ესეთი სტილის მოსაცმელები ძალიან ეს არის სქელი ვარიანტი რომელსაც ზამთარშიც ჩაიცმევდა შემოდგომაზე და გაზაფხულზეც ესე აქეთ არის ვარდისფერი და კი იქნება ბლოგში ნანახი გექნებათ ლურჯი და ვარდისფერი საროჭკა შიგნით არის ლილეს სარაფანა რომელიც ეცვა გამოსაშვებზე ბაღში ესეც ჩამოვკიდოთ კოხტად სინგი აი ეს რაც მე მეკეთა რამოდენიმეჯერ მაგრამ საერთოდ არ არის პრაქტიკული ჩემთვის თუმცა ისეთი კარგი რევიუ ქონდა Amazon-ზე რომ მეთქი კენგურუზე უკეთესი იქნება თქო მაგრამ აი იმ სიგრძეა ისეთი არაპრაქტიკულია ის კენგურუ აიღე და მიიმაგრე და ეს უნდა აიმე ფარდა იმის სეფის ფარდა ჩვენ არანაირად არ გამომადგა ვინმე საცდის ეს არაფერს არ აცდის დედას აქ მიდევს კიდე ლიზას ეხოს სურათი პროფილში აი მე დედა ეს ჩემი ზაფხულის ჩანთა და შიგნით ნამდვილი ქაливით მაქვს შიგნით პომადა და ნიღბის წასასმელი ეს აქ ეს ზაფხულამდე უნდა შევინახოთ არ გჭირდება არაფერნაირად სიმონ არაფერნაირად არ გჭირდება სიმონ ლიზა იყო მუცელში დედიკო ამ ჩანთით რომ დადიოდა ამ ზაფხულს ხო დედა ამ ეტაპზე ვიყენებ ამ ჩანთას სისტემატიურად ამას ვიყენებ სისტემატიურად ეს ჩანთაც ძალიან მომწონს ესე იდუდა ძალიან მომწონს უფრო ტევადი არის ეს
ეს ორი ჩანთამა ძალიან ხარისხიანი. დანარჩენები არის ფინტიკოშკები. ეს თქვენ გახსოვთ ეს ბოლოს თქვენთან ერთად დავალაგე ეს გარდირობი ეს რომ ამ სლინგში მყავდა ჯდარი და თან ვალაგებდით ან ეს მეკავა ლილე ეს შენთან წაიღე რა დედიკო ეს რამოდენიმეჯერ ჩაიცვდა აღარ ვარ გაწეწილია ცოტა ხანი გაერთი ამით და მე უნდა მადლობა დე მიუხედავად მადელი ჩანთუკა შევუნახოთ ლიზას Всё, могу отставлять, смотришь, регулярно. Давай минуту, хата. Данги ხდებოდა. მანამდე გაჩვენებთ საშრობი, აღარ მახსოვს გაჩვენებთ თუ არა. აი ეს საშრობი ახლა მუშაობს. გახსოვთ მე რომ ვიყიდე YouTube-ის ხელფასით. აი შიგნით უბერავს ახლა. ჩამოკიდებული მაქვს ესენი ძალიან ეხა დღეს გავრიცხე და იწურება ჯერ აი ხარ მინდა აქ შიგნით რომ დაიწუროს ეგ არ მინდა ჩამოიწურება და მე როგორ ვკიდებ 1 საათზე იყო ჩართული 10 წუთი დარჩა აი ესე ვაშრობ სწრაფად და სანამ ზაფხული იყო და ის ფანჯარა უკარღია მქონდა ჩვეულებრივად ვაშრობდი ამას არ ვიყენებდი და ეხა უკვე მჭირდება ზამთარში იმიტომ რომ დაკეტილი მაქვს ფანჯარა როგორც მახსოვს $70 მივეცი თუ სწორად მახსოვს. დალი. ამას ცოტა ხანი ეძინა, ალბათ. დე 20 წუთი. დე აი ხოსა დავინახე დავბანე გავხადე გამოუცვალე, იმიტომ რომ კუჩში გავიდა, როგორც გითხარით, ქლიავის წვენი რო დავალევინე. პრობლემოთ დიდი ძალის ხმების გარეშე. ოდიდო. აი ისევ ეხლა უნდა შევალაგო. ეხლა უნდა შევალაგო ესენი გადავყარო ზედმეტი რაღაცეები. სანამ უგვიძავს გავაკეთო საქმეები, იმიტომ რომ იძინებს მე მეც ვისვენებ და ამიტომ რჩევნია როცა უგვიძავს მაშინ გავაკეთო საქმეები. ეს გახსოვთ ის ბაჭია მაშინ მაგდამ რო უყიდა. აი დღეს უკვე უკულებს. Dotragilები მონებს ყიდულობენ? Dotragilები ფულს არ ცნობენ. Მინდოდა და შენ გვერდით ყოფილიყავი, როცა ამას პირველად დაინახავდი. დღეს არის 13 დეკემბერი. ძალიან დაღლილი ვარ ესე ვიტყვი. არ ვიცი ახლა სად ჩავსვაო, რომელ ვლოგში ჩავსვაო ამ კადრს, მაგრამ მინდა უბრალოდ რომ გადავიღო იმ დედებისთვის, ვისაც გგონიათ რომ მარტო ხართ. სავარაუდოდ ძილის რეგრესი დაეწყო. ხვალ ხდება 4 თვის. დღეს იქცევა ძალიან განსხვავებულად. დღის მანძილზე ყველა წუთი რო დავთვალოთ, რაც ეძინა, ალბათ გამოვა 1 საათი. ეხლა დაიწყო პირველი ღამის. არ ვაჭარბებ. დილის 7-დან სადღაც. აგერ უკვე ღამის პირველი წუთებია და მთელი ის რო დავთვალოთ 1 საათი გამოვა, რაც ეძინა. და როგორც კი დაწოლას უპირებ და როგორც კი დაძინებას უპირებ, ვარდება პანიკაში, არ უნდა
მე ვარ გაცილებული, ესეც არის გაცილებული. ამ ვლოგში სავარაუდოდ სადაც ჩავს უკვე ორჯერ მოვასწრეთ გაცილება. გადაღების პროცესში გავცივდით, ზუსტად ვიცოდი რომ გავცივდებოდით, ლილეს გამოსაყვანად ვიყავით სკოლაში და ყინვა იყო და თან პლუს ქარი უბერავდა და უეჭველი ვიცოდი იქვე რომ მეთქი დღეს რაღაცა ნიტო იქნება და საღამოს დაგვეწყო გაცილება მე და ლიზას მხოლოდ. ხო და აი გაცილებული რო ხარ და ავად რო ხარ და პლუს ესეთი ზეწოლა გაქვს. საშინელებაა შედარებით ადრე მოვიყვანე. სადღაც ხისკენ მოვიდა და ღამის 12-ის ნაცვლად და სადღაც 2 საათი გაატარა ლიზასთან და გამოდის გაგიჟებული ოთახიდან რომ თან სახეს საგიჟეთიდან რომ გამოიქცევ როგორც იქნა თავს რო დააღწევ რა და სახეზე აწერია რომ აი ეგ რომ აი საგიჟეთიდან დააღწე თავი და ეხა გამეცინა რა იმიტომ გამეცინა რომ 4 თვეა მაგ ყველაფერს უძლებს ხო და ამას ეს გიმასკავდა გიშკავდა სოსო ხო და მეთქი ეგრე რო ავყვა მეთქი ემოციებს მე ხო და გაწიე ხლა ეს აქედან ნუ იცინი ხარ ნერვებს ნუ მიშლიო ხო და ვერ გაძლო ეხა დღესაც ამ წუთასაც მეხმარება დღესაც რაღა იყო და ეხაც მეხმარება ხან მე ხან იმას ყავს და სავარაუდოდ გათენება მოგვიწევს ამ ღამის შეგიძლიათ შეხედოთ ჩემს სამზარეულოს რაკოვინა სავსეა ჭურჭლით მაგიდაზე ყველაფერი ინგალატორია რა ვიცი რა აღარ ყრია აქეთაც ეს მდგომარეობა მაგრამ ჩვენ რავშვებით და ფეხებზე ვიკიდებთ იმიტომ რომ სხვა გზა მაინც არ არის ეს გაიზარდა და მე ამასთან ერთად ვერანაირ საქმეს ვერ გავაკეთებ ანუ ამაში რომ მყავდა ჩასმული ადრე ვაკეთებდი საქმეს და ეხლა გაიზარდა და ხელები აღარ არის კომფორტულად წინ და არ მაინტერესებს ჩემს ენერგიას ეხლა ამ ჭურჭელს და იმაზე ვეღარ დავხარჯავ ლიზაზე მივხვდი მეორე ბავშვზე მივხვდი რომ რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭო იმიტომ რომ ფიზიკურად ენერგია არ ყოფნის და თუ მაინც თავს აიძულებ და ამყოფინებ მე ძალიან ცუდად ხდები ფიზიკურადაც და მენტალურადაც ასე რომ არ გვაინტერესებს ჩვენი არ არის ჩვენ არ დაგვისვრია ჩვენი სახლი არ არის ამისთვის მოკლედ იმის თქვა მინდა რომ განახებთ როგორც არის ყველაფერი რომ აი დედიკოებმა თქვენი თავი რომ გაგახსენდეთ რომ იცოდეთ რა რომ გაგახსენდეთ მე და კიდე ძალიან ბევრი დედა რომ ძალიან რთულია პრიორიტეტი როცა შვილია ცხოვრება შესაბამისად უფრო რთულია ზოგადად პასუხისმგებლობით ცხოვრება ძალიან რთულია და უპასუხისმგებლოდ ცხოვრება მარტივი მაგრამ უხარისხო ეს პერიოდი გაივლის რა თქმა უნდა და ძალიან ბევრჯერ ვინატრებ ისეთ პაჭუას იმიტომ რომ ლილეს ძალიან ვნატრობდი ხოლმე მაგრამ ვიცი ზუსტად რომ მესამე შვილი ჩემი ნებით არ გავაჩენ რა ამას ბევრჯერ მithქვამ საქამდეც ბლოგებში ლაივებშიც და კიდე ბევრჯერ ვიტყვი იმიტომ რომ მეორე შვილმა გადამაწყვეტინა რომ მესამე არ იქნება ეს არის ძალიან რთული მარტო გაზარდო ბავშვები მარტო იყო ყველაფერი ბავშვების იქეთ ხო არის სახლი ბავშვების იქეთ ხო ხარ ცოლი თან ემიგრაციაში საქართველოში განათესავთან გადახვალი იქ დედამთილთან ჩახვალ სიტყვაზე მეგობრები ყავს ხან ერთი გამოვა ხან მეორე ხო და აქ ხარ პირდაპირ მნიშვნელობით სულ მარტო მე გადავწყვიტეთ მე და სოსომ ერთხმად მიიღო სასამართლომ გამოიტანა ესეთი განაჩენი რომ არა მესამე შვილს დგაპ ესეთი რაღაც no და no სულდოლი Wow, look at the Napoleon. What are you doing? What are you doing?
ხო? და აი ჩემი ფოყები. ისეთი კაი ხარისხი არ არის, როგორც ჩემი ტელეფონით, აიპადით ვიღებ და ტელეფონი არის. იმაზე რა ქვია, სოსოს აქვს ჩემი ტელეფონი. თეთრი ხმაური აქვს ჩართული ლიზასთვის. დღეს არის 14 დეკემბერი, დღეს გახდა ლიზა 4 თვის. მამიკო ეს მიიყიდა. მოსესხული აი ახსოვდა. მე ძალიან გრიპი მაქვს სერიოზული. აი ძალიან გამიხარდა დღეს რო იყო თოვლი, მოვასწარით დილით ლილემაც გული იჭერა. უნდა მოვასწრო დილით, თორე მე ხება, ეს როგორ ყუთში ეცებში ხო. აქ არის ფეხსაცმელი, რატო გამიკვირდა ფეხსაცმელი და სილზა ხატია. დღეს ვიყიდეთ ლილესთვის ფეხსაცმელი, იმიტომ რომ ზანთრის ფეხსაცმელი ზერთ არ გქონდა და მოტაცებით ყავდა დღეს ახლა სანამ ვუყიდით და ისა რა ქვია, სულ დაუსრულდა ფეხები და მოკლედ გჭირდებოდა წვიმის და ჩოლებული ცივი ამინდის. ერთი წავი ვანახო და ჩაიცვე. ცივი ამინდის ფეხსაცმელი და ვუყიდეთ ბათინკები ეს ერთი. ხარისხისთვის ახლა შეიძლება ცოტა ისეთი ვიდეოს რაღაც ხარისხი გქონდეს, მაგრამ ვერ დაველოდები ხარ როდის გაიგუძებს ლიზა და ამ აიპადით წერი მას ვიდეოს. მგონი ძალიან ლამაზი და ძალიან კუხდა. კაქსეთი. და ეგ მოსესაკრავზეა. ეს ღირდა $37, მაგრამ რა ხდება იცით? ორს თუ იყიდიდი, მეორეს ფასი ნახევრდებოდა. ანუ გამოვიდა $18 რა სადღაც ამის და ძალიან საყვარელი ბათინკები. მეორე ვუყიდე, აი როგორი ამინდის დღეს იყო, თოვლიანი და წვიმიანი ამინდებისთვის თვითონ აირჩია. იყო მიკი მაუსის და იყო ელზასი და ამან ელზა აირჩია. აი ესეთი თოვლიანი, წვიმიანი ამინდებისთვის. ну აღარ გავხსნი ხა შიგნით კარგი ჩათბილული ლიზა წუწუნებს ლიზა სასუაცინებს და ეს ღირდა 39 ღირდა, მაგრამ ეხა თავისი ფასის დააკლეს 39. ამაში 39 გადავიხადეთ და მეორეში 18. მე ორი რო ვიყიდეთ და ყოველთვის მაგ მაღაზიაში ვყიდულობ ფეხსაცმელს ლილესთვის. ხანდახან ჩემთვისაც, იმიტომ რომ გამუდმებით აქცია აქვთ მეორე წყვილზე, გამუდმებით აქცია აქვთ რა, თუ ორს იყიდი, მეორე არის ნახევარ ფასში. ასე რომ ესეთ ფეხსაცმელები შევიძინეთ. კიდე ჩემთვის ვიყიდე ხელთათმანები, განახებთ. ჩემთვის ვიყიდე სოსო მაყითინებთ, მე არც მინდოდა. პრინციპში ძალიან მჭირდებოდა ხელთათმანები. ესეთი. ამა ეს ვიყიდე ოღონდ იმაში, რა ქვია, ყავი კი არ არის ნამდვილი. იმაში ვიყიდე ჩინელებში. ჩინელ მაღაზიებში, როგორც ჩვენთან ლარიანები ხო იცით. ესეთები და მივეცი $5. მე გომისოვან ესები. ესეთი. ეს ახლა კურტკაში არც ჩანს, მაგრამ ძალიან ლამაზია ეს კურტკაში. კურტკას მაჯასთან ძალიან ლამაზად ჩანს მაინც. ესეთი ძალიან თბილი შიგნიდან. საშუალება მოხდება ტყავისასაც ვიყიდე, ნამდვილი ტყავისას. და ესეთი ისა შარფი კაშნი რა ვიცი.
ეს სუსუ მასაკნა რომ მე მეზარება ხომ ეს რაღაცა მე ვიყიდოთ წამოდიო და ამაში მივეცი $10 ამაში მივეცი $5 $15 დაჭდა აი ეს შალივით არის გაშნი და ეს ხალთათმანი ფეხსაცმელიც მინდა და ქუდი მინდა თქვენ ანუ ყინვებია დღეც ყინვებია განამარტოღამია ყინვა დღეც არის ყინვა და გარეთ რო გავდივართ ლიზას გამოსაყვანად მე იმიტომ გავცივდი სკოლასთან ისეთი ყინვა იყო და პლუს ხარი უბერავდა და კიდეც გავცივდი ლილესაც უყიდა ხელთათმანები ორნაირი ერთი ესეთი თოვლისთვის და ესეთი უფრო თოვლისთვის რა რო არ დაუსველდეს რო აიღებს ხოლმე თოვლს თუ იქნება კიდე და მე მგონი იქნება და მეორეები თბილები ის გონი აქ არის აი და სკოლისთვის ესე იგი ლილეზე როცა მიდგება საქმე ტორმუზი აღარ იცის სუსუ აი ესეც $5 ჩემებიც $5 ღირდა და მე როცები საერთოდ აი ესეთ დათუნია ახატია ვარდისფერი ეს არის ღუნღულა ძალიან გიხდება ძალიან საყვარელი ხარ ესეთი რაღაცეები რა შევიძინეთ ჩემ ფეხსაცმელზე და ნახეთ ქუდი იქნება თუ რაც იქნება სვიტრი იქნება თუ რაც იქნება ნახეთ რასაც შევიძენ მე განახებ ჯერ არ ვფიქრობ ამ კვირაში და იმ კვირაში ხო და ესეთი ნაყიდობები გქონდა ჩემო მეგობრებო სხვა ისეთი რა განახოთ არაფერი მე მგონი როგორც მახსოვს ხო ზამთრის ჩუსტები და რაღაცეები ჩუსტები მინდოდა მაგრამ რაღაც ჩავეტიეთ ფინანსებში ამჯერად ხო ეს თვისამაგრე ვიყიდე წავედი ხა ეს ვლოგი დღეს თუ არ დამონტაჟი უკვე გადამდგავენ გამომწერები მართლა დავპირდი მონტაჟში ამეთქი და წავედი რა მოკლედ არ ვიცი ეს ბოლო კადრია თუ არა მაგრამ ამ კადრიდან წავედი მოკლედ დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო ეს ვლოგი აი ამ საყვარელი კადრით მთავრდება მადლობა მათ ვინც მომწერეთ კიდევ ერთხელ ვინც მომიკითხეთ პირადში ეს ჩემთვის მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობა ვინც ამ მომენტამდე გადახვევის გარეშე უყურეთ ჩემთვის თქვენ განსაკუთრებული მაყურებლები ხართ ვინც ახვევთ და ვინც არალაიქებთ და ვინც ჩასაფრებული უყურებთ გუშინდელი რთული ხამე არ მომიყოლია მაგრამ იმედია შემდეგ ვლოგში მოვყვებით ეხლა გრძელი ისტორიაა და ძალიან დიდი გამოვიდა ისედაც ეს ვლოგი მაგრამ ხანდახან გვეპატიება იმიტომ რომ დიდი ხანია ლამის ერთი თვია ვიდეო არ დავიდი ასე რომ ესეთი გრძელი ვლოგები არ გვახასიათებს მაგრამ ზოგჯერ კარგია ხოლმე ველოდებით თქვენს ლაიქებს და კომენტარებში კომენტარებს დროებით შემდეგ შეხვედრამდე